ვიმედოვნებ, რომ იწყება სულ სხვა ეპოქა ერა ჩვენს ქვეყანაში და მინდა გამოთქვა იმედი, რომ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები პირველ რიგში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, იმ ხალხთან, ვინც დიდი ხანია მოწყვეტილია დედა ეკლესიას და იქნება ქმედითი ნაბიჯები გადადგმული მათთან კვლავ ურთიერთობის აღდგენის. რეფორმებსაც შეეხება ეს მე საქართველოს სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ჩინეთს აკავშირებს ბრეტონის ნახევარკუნძულს და მთელ აღმოსავლეთ ევროპას საშუალებას აძლევს, რომ დამატებითი მწვანე ენერგიების მომხმარებელი გახდეს ჩვენზე გავლით და ჩვენ იმისი უფლება არ ნაქვონდეს, რომ ასეთ სამიტში მონაწილეობა მივიღოთ. ეს არასერიოზულია ბუნებრივია. ზოგადად გეოპოლიტიკა ამორალურია და მას არ გააჩნია არავითარი ესეთი ზნეობრივი წახნაგები. და როდესაც გააქვს შანსი იმისა, რომ მიიღო მონაწილეობა ისეთ პროცესში, რომელშიც შეიძლება უშენოდ განიხილონ შენი საკითხი და შენ სადღაც მენიუს სახით იყო განსახილველი. მაგას ჯობია რომ მოწვეულს თუ მართაშო. მისი მარაგნაწილები, რომელიც ჭირდება ჩვენ ჰესებს და ცოტა არ აქვს ჰესები, ხო? ჩვენი ჰიდროელექტროენერგეტიკა დაახლოებით 16% ათვისებული სამდინარო რესურსებისა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ ეს რესურსები. სხვა შორის იგივე შვედეთში, იგივე იტალიაში ათვისებულია 75-85%. ჩვენთან მხოლოდ 16%-ის ნიშნულზე ვართ, მაგრამ რაც გვაქვს, მისი ექსპლუატაცია მთლიანად დაკავშირებულია რუსეთიდან მარაგნაწილების წამოღებად. როგორც მოგახსენეთ, ამას დაემატა უხუცეს და ახლად შექმნილი საბჭოს მოქმედება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უხუცესებს გადაუხადო. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო ბატონ დიმიტრი ოლისოვს, სექციის ხელმძღვანელს რუსეთის ინტერესებისა საქართველოში, რომელმაც რამდენჯერმე მიგვიღო, მათ შორის უხუცესთა ეს საბჭოს წარმომადგენლებიც მიიღო და ფაქტიურად ძალიან ესეთი მაღალი და დადებითი შეფასება მისცა ასეთ წამოწყებას და მინდა გითხრათ ამასთან ერთად კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომ ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თაობათა შორის სოლიდარობის, როდესაც გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების მსხვერპლი ხდება ჩვენი მომხმარებელი არა, რომელსაც უძვირდება საწვავი, თქვათ, უძვირდება პური და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასია ტყის წესრიგში თავარი და მეორეა, რა თქმა უნდა, ჩვენი უზარმაზარი დიასპორები, მათ არ უნდა შეექმნათ ის პრობლემები, რა პრობლემებიც არაერთგზის შექმნიათ და შესაბამისად ერთი ნახევარი საქართველო იქეთ გვყავს ჩვენ. აბა 1/13 მკვიდრი მოსახლეობისა საქართველოსი ფაქტიურად სახლობს რუსეთის ფედერაციაში. ისინი ქმნიან დოვლადს